გადაცემას კულტურის სიახლეებით გამარჯობთ. კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული კონკურსი გაიხსნა გუშინ გახსნის დღეს წინა კონკურსის გრან-პრის მფლობელმა ნათია ნატროშვილმა დაუკრა. საღამოზე შუმანის, პროკოფიევისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. წელს კონკურსში სხვადასხვა ასაკის 98 მუსიკოსია ჩართული. საკონკურსო მოსმენები კონსერვატორიის მცირე დარბაზში დღეიდან დაიწყება. 5 ლაურეატი ბულგარეთში კონკურსზე გაემგზავრება, ასევე 5 მონაწილე ხელოვნების აკადემიის მიერ დაწესებულ სტიპენდიას მიიღებს. კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული კონკურსი 16 დეკემბერს დაიხურება. გაიხსნა კლასიკური მუსიკის მესამე ეროვნული კონკურსი, დაუკრა მეორე კონკურსის გრან-პრი ნათია ნატროშვილმა და სრულიანობაში არის განაცხადი 98 სხვადასხვა ქალაქებიდან არის 13 ქალაქიდან და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდგომში უკვე 16-ში როდესაც მოხდება დახურვა, ჩვენ კიდევ აღმოვაჩინთ ახალ ვარსკვლავებს. ჩემი გამოსვლის ყოფილი ვარ, ასეთი ისე ძალიან დიდი პატივია ეს ჩემთვის, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, გრან-პრის მფლობელი საზღვრას ამ კონკურსის დროს. და ასევე ზოგადად როგორი კონკურსანტები გამოდიან აქ. ამ კონკურსმა მომიტანა მე ხალხის სიყვარული, ასევე მუსიკალური შემოქმედებით იზრდა. ეს არის ჩემთვის და მე მგონი ბევრისთვის და რაც მთავარია საქართველოსთვის სრულიად უნიკალური კონკურსი, იმიტომ რომ ეს არის კონკურსის კონკურენცია და კონკურსის სტრესი და კონკურსის კიშპობა მინიმალური სამაგიეროდ მაქსიმალურია ჯერ ერთი. ის რომ ფაქტიურად მთელი საქართველოს მუსიკალურ ახალგაზრდობას ვხედავთ.